მოგესალმებით, მივესალმოთ ჩვენს მაყურებლებს. გოგოებო, ბიჭებო, ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს სამუშაოდ ავტომობილი. ოჯახისთვის და ძირითადად ტაქსებისთვის. ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრი ავტომობილი შემოვიყვანეთ ტაქსებისთვის და მომხმარებელი ძალიან ბევრი გვყავს, გადავუწყვიტეთ, რომ ჩვენ დაგვიმატებია ცოტა უფრო იაფიანი ავტომობილებიც. აი დღეს მაგალითად ავიღოთ ტაქსები, ხო? ეს ტაქსის მძღოლები. 99% ტაქსის მძღოლები არიან ჭკვიანები. ისე ადამიანი ტაქსზე ვერ იმუშავებს. არ აქვს მნიშვნელობა რაიონიდან არის თუ ქალაქიდან არის, ტაქსის მძღოლები არიან კარგი ადამიანები, გამოცდილი ადამიანები, გამოცდილი მძღოლები და მე ვთქვი და დღესაც ვიმეორებ. ani ტაქსის მძღოლები მილიარდელები არ არიან. ტაქსის მძღოლები აი ამ ტაქსით ინახავენ ოჯახს და ამიტომ უნდა ძალიან დიდი ხელი შეწყობა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ავტომობილი მივცეთ ნორმალურ ფასში, კარგ ფასში, დაბალ ფასში და სახელმწიფოსაც რამდენჯერ ვთხოვეთ, რომ აი ეს ბანკები რაღაცნაირად დარეგულირდეს, მაგრამ ჩვენ გვესმის სახელმწიფო ზოგიერთი ჩინოსანია თუ ვინც არის, როგორ ავიწროვებს ამ ტაქსის მძღოლებს. და ეს მალე ითქმება ხვალ ზეგ. თან ტაქსის მძღოლები ჩვენ თითქმის ყველას ვიცნობ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვინც მუშაობენ, ხო? ჩვენი მეგობრები არიან. რაღაცა ცოტა ხომ უნდა დაეხმაროთ, როგორ შეიძლება, რასაც შეულობს ყველაფერი იქ მიიტანოს, ხო? თან მანქანა ნაკირაები. თან აქ ამდენი პროცენტი გადაიხადე. ზოგს ყველაფრის უფლება აქვს, ზოგს არსაც სიარულის უფლება აქვს. ეს ცოტა არის, აი როგორ არის ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. საქართველოში ესე არ უნდა ხდებოდეს, ეს უნდა დარეგულირდეს და საშუალება ქონდეს ყველას, რომ შეიძინოს ავტომობილი და იმუშაოს ჩვეულებრივად, ხო? ეს კომუნისტებმა მოაგვარეს 40 წლის უკან. მოგვარებული იყო 40 წლის უკან, იყო ტაქსის ატეკები და მუშაობდნენ. ახლა ტაქსის ატეკები ბიჭებმა შექმნეს, რაღაცა პატარა პურის ფულს შეულობენ და გეუბნებიან, რომ იცი რა, ახლა მოდი და მაინც და მაინც ის მანქანა იყიდე. იმისგან იყიდე და 30 და 35% უნდა იხადო. ეზო შენთვის იმუშაო სამგასმა ესე არ გამოვა. აქედან გამომდინარე ახლა ჩვენ რა გვინდა? ჩვენ ყველა მისის ტაქსის მძღოლმა რომ საუკეთესო მანქანები ყავს და რაც შესაძლებელია ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ დაბალ ფასში რომ მივცეთ, მაგრამ ჩვენ არც ბანკი ვართ და არც სახელმწიფო ვართ, ხო? და ეს კიდე ეს ბანკები, რომელმაც რეალურად უნდა მისცეს დაბალ ფასში, არ აძლევენ და ახლა ყველა მისის მიზეზი რაც არის და ვინც არის და როგორც ხდება და როგორც არის. ახლა ჩვენ გიორგი, ეს არის ეს ავტომობილი, რომელსაც ჩვენ ძირითადად ვყიდით, ხო? და რომელიც დღეს საქართველოში, აზერბაიჯანში, სასომხეთში და თვითონ ჩინეთში არის ყველაზე კარგი ბრენდი აი ამ საქმისთვის, ტაქსისთვის, ხო? გადის 610 კილომეტრს და უფრო დაბლა ჩამოდის კიდე 610-იანი მყავს, 500-იანი მყავს, 450-იანი მყავს და ასე შემდეგ. ვინაიდან იმდენად დიდი მოთხოვნა ვერ შემოყავს ეს რაოდენობა და კი არ ჩავანაცვლეთ, კიდევ დაგვემატა სხვა ავტომობილები, რომლებიც შეიძლება ტაქსისთვის გამოიყენოთ. აი უყურეთ, ეს არის საუკეთესო. ეს არის ნომერ პირველი დღეს ტაქსისთვის. ავტომობილი, რომელიც არ ფუშტება, ხო ესე ახლა? რომელზეც თქვენ მუშაობთ ამაზე, თქვენ ყიდით, თქვენ რა ვიცი, ყველაფერს თქვენ მუშაობთ. რიგები ყავს ამ მანქანებზე. და მანქანა ჯერ არ გაფუჭებულა. ახლა უყურეთ. აი ეს ავტომობილი, მე ხო დავდივარ დღე და ღამე. მე არ ვიცი, მე ამ ავტომობილმა მაგრამ მასიამოვნა. მოდი, თავარი, ჯერ გადავიდეთ, ახლა ეს ორი მანქანა დგას აქ. საუკეთესო, ძალიან ცოტა რაოდენობა დარჩენილი, ძალიან ცოტა, ალბათ 5 თუ 6 თუ 7 მანქანა და არ ყავს. ყავს დიდი რაოდენობით, თუ ვინმე სჭირდება ბანკებს, თუ რა ქვია, კაზინოს თუ სასტუმროებს შავი ფერი მყავს ნებისმიერი რაოდენობად.
ახლა დათო მოიწიე გიო ეს არის ანი რომელ წლიანია 26 წლიანი 2026 წლის ავტომობილია ხონჩი EQM5 პლუსი, რომელიც უკვე რესტაილინგის ამის ახალი მოდელია. კი, ამ ხონჩის ახალი მოდელია ეს ავტომობილი, რომელზეც უკვე სიჩქარის გადასართველი გვაქვს ხელზე. და იგივეა სიდიდე ყველაფერი, ხო? იგივეა ზომა, საჭეზე გვაქვს ხელზე გადასართავი სიჩქარეების, იგივე ზომა, იგივე საბარგული ზომა. უბრალოდ არის ახალ ცხვირზე ავტომობილი უკვე. რესტაილინგის ცხვირზე. მოყვება თავის დამტენი, იტენება ავტომობილი 8 საათში და სულ რაღაც 500 კილომეტრის გავლა გჭირდებათ 10 ლარში. 10 ლარში გადიხართ 500 კილომეტრს. მე რაბი რა სიტყვი? კარგი მანქანაა? აი ახლა თქვენ უკვე პროფესიონალები ხართ. აი მაგალითად შე რო გინდოდეს ტაქსისტვის იმ მოდელს აერჩევ თუ ამას? ვიზუალურად. რესტაილინგი ზოგადად იმისთვის კეთდება, რომ ახალი მოდელია ეს. ხო, უფრო გაუმჯობესო უნდა. ახლა თქვენ ახსენით ტაქსებისთვის რატომ არის აი ამ ავტომობილების მერე მეორე ადგილზე ეს ავტომობილები ახსენით როგორც ჰიბრიდი ისე ელექტრო და მოდი ახსენით დაეხმარეთ ეს ავტომობილი იმიტომ ჩამოვიყვანეთ მათე მოტორში რადგან უფრო ნაკლებ ფასში გავყიდოთ ეს ავტომობილები და შეიძლება მომხმარებელმა ნაკლებ ფასში ყავს როგორც ჰიბრიდი ასევე ელექტრო ელექტრო გადის 500 კილომეტრს, საკმაოდ კომფორტული და ძალიან კარგი ავტომობილია და ყავს ჰიბრიდი, რომელიც იტენება 50 კილომეტრს და ბენზინს წვავს 4 ლიტრას. ჯამში ბენზინიანად და ელექტროიანად გადის 1000 კილომეტრს. არის კომფორტული 360 კამერები. ეს ელექტროა, ხო? დიახ, ეს არის ავტომობილი ელექტრო, რომელიც გადის 500 კილომეტრს. 360 კამერები, სენსორები, დისტრონიკი, მოყვება თავის დამტენი, იტენება სახლის პირობებში 8 საათში, გიჯდებათ 10 ლარი დატენვა, რომ გაიაროთ 500 კილომეტრი. არის 2025 წლის ავტომობილი სრულიად ახალი, თავის გარანტიით, რა თქმა უნდა, მათე მოტორსის გარანტიით. გვაქვს ყველანაირი სერვისი, ნებისმიერი ნაწილი, მომსახურება, მობრძანდით ჩვენთან და შეიძლება ნებისმიერი მოდელი. BYD. მოდი, ეს ელექტრო. ახლა ახსენი რა ქვია? ჰიბრიდი. ჰიბრიდი. აი რა არის, რას ქვია ახლა ჰიბრიდი? აი რატომ უნდა იყიდოს ადამიანმა ელექტრო თუ ჰიბრიდი, ხო? ჰიბრიდი მოგეხსენებათ, იტენება 50 კილომეტრს ცალკე. ბენზინს მოიხმარს 4 litrას და ჯამში დატენვით და ბენზინის სავსე ბაკით გადის 1000 კილომეტრს, რომელიც ძალიან ეკონომიურია ქალაქის პირობებში. იგივენაირი სალონი, კომფორტი, დიზაინი, კამერები, სენსორები, დისტრონიკი, მოკლედ ყველანაირი კომფორტი თქვენ ხელშია. აი საბარგული აქვს საკმაოდ დიდი, ხონჩს არ ჩამოუვარდება ეს საბარგულის ზომა. როგორც ვიცით, ხონჩს ძალიან დიდი საბარგული აქვს, მაგრამ BYD-ც არანაკლებია, თავის დამტენი მოყვება 8 საათში ნებისმიერად ჩვეულებრივად დაიტენება ავტომობილი. და ეს სპეციალურად ჩვენ თეთრი ფერები მოვიყვანეთ, იმიტომ რომ თეთრი ფერები აქ არის უპირატესობა ტაქსისთვის. დიახ. და ძალიან მალე ხვალ ზეგ შემოვიდა თუ შემოდის თუ შემოვიდა კანონი რომ მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდისა და ელექტრომობილები იქნება აეროპორტში მოემსახურება ადამიანები რომლებიც ჩამოვა, ხო? დიახ, და ასევე ბასლაინზეც მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან, როგორც ირკვევა კანონში, ახალი კანონი შემოდის, ბასლაინზე მარტო ელექტრომობილები წავა. აი, ახლა შენ აუხსენი კიდევ მოსახლეობას, იმიტომ რომ ეს საქართველოში ათასობით ადამიანს აინტერესებს. დიახ. ეს არის ელექტრო. ეს არის ელექტრო, რომელიც გადის 500 კილომეტრს. ეს აჩვენეთ, ეს არის ესეთი ცხვირით, ვიზუალით და ეს არის ესეთი. და თუ რომელსაც ცხაურა აქვს, ეს არის ჰიბრიდი. აი ეს ცხაურა, რომელსაც აქვს, არის ჰიბრიდი. რომელსაც ცხაურა არ აქვს, არის ელექტროავტომობილი, გადის 500 კილომეტრს, ეს გადის ბენზინის. კარგი, დატენილია ეს. და მივდივარ ბათუმში. დიახ. და არ არის მეტი ელექტროენერგია გამოილია. პირდაპირ მიდის ჩვეულებრივად ბენზინი. ჩვეულებრივად ბენზინის დახმარებით ელექტრო თუ დატენილი არ არის, ჩვეულებრივად ბენზინის დახმარებით ჩახვალთ და გიწვავთ 4 litrას სრულად. აი დღეს საქართველოში სხვა ავტომობილი ადამიანმა არ უნდა იყიდოს. თუ გინდა რომ თავის ტკივილი
აირიდოთ. ამ შემთხვევაში ნომერი პირველი არის ეს სამი მანქანა, რომელიც დგას და მერე მოდის BYD, როგორც ელექტრო, ისე ჰიბრიდი. მოდი, ეს ავტომობილი მოსახლეობას მიმართოთ. ჩვენ ყავს ახლა ბევრი არ ყავს, იმიტომ რომ რაღაცა მართლა ძალიან ცოტა დაგვრჩეს ავტომობილები და აი ეს BYD ყავს რაღაც რაოდენობა და მომავალშიც ვაპირებთ შემოყვანას, მაგრამ მიჩქარეთ, ვისაც თქვენ ახლა ავტომობილები შეძენა გინდათ, ამ წუთას არის. ეს კიდე ახალი მოდელია, 2026 წლის ავტომობილი. 26 წლის მოდელი და შავი ფერი ყავს 1.80 ავტომობილი, ხო? იგივე შავი ფერი ყავს 80%. რომელიც 600 კილომეტრს გადის შავი ფერი. 610 უწერია. 610 უწერია. უწერია და 600 კილომეტრს გადის. რეალურს გადის. იმიტომ რომ ჩვენ ეს უკვე ბევრჯერ დავტესტეთ და ბევრმა ადამიანმაც უკვე ეს კარგად მოიხმარა და ყველა კმაყოფილია, ხო, ამ ავტომობილებით. მოდი კიდევ ერჯერ მიმართოთ მოსახლეობას, რომ ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. განვადება, გარანტია, ლიზინგი და ასე შემდეგ, რაც ჩვენ შეგვიძლია, ესა თუ რამე იქნება ავტომობილებს მომსახურებიან როგორც თბილისში, ისე ქუთაისში და ისე ბათუმის ცენტრში დაახლოებით, აი ხვალზე უკვე. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ტაქსზე მუშაობს, ვინც ეს ავტომობილი შეიძინა და ვინც არის მადლიერი. 99 კი არა 100% მადლიერია, ხო? ხო და დამატებით. ჩვენ ახლა ანი გვაქვს 100% ნაწილები ადგილზე. ახლა წარმოიდგინეთ თვითონ ქარხანას რო უთხრა ახლა ამის ქარხანას, რომ ნაწილიო 100% ქარხანას არა აქვს და ჩვენ 100% ნაწილები გვაქვს. უყურე როგორ არის მუღამი, რა არის ბიზნესი, როგორ არის ხო ამას გასწავლით მე. ჩვენ მანქანები ბევრი ხო გავყიდეთ. ცოტა ცხვირი რომ მიარტყა ვიღაცამ შევისყიდეთ. უკან ცოტა მიარტყა შევისყიდეთ. ამიტომ ესეთი მანქანები შესყიდული გვაქვს და ამიტომ ნაწილი ნებისმიერი გვაქვს ადგილზე და ტაქსი ჩვენ ერთი წუთი არ გავაჩერებთ. აქედან გამომდინარე, ყველა ტაქსის მძღოლი ჩვენ გვიცნობს, გისურვებთ წარმატებას და დათომ როგორც ის დიდი ფულის შოვნას, ხო? იშოვეთ ბევრი ფული. იშოვეთ დიდი ფული და ჩვენ რაც შეგვიძლია თქვენ გვერდზე ვართ, გისურვებთ წარმატებას. ბედნიერად და გელოდებით.